ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. ბერძნული მითოლოგია, ზღვის მრისხანე ღმერთი პოსეიდონი. ბერძნული მითოლოგიის სამყაროში პოსეიდონი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, შთამბეჭდავი და მრავალმხრივი ღვთაებაა. ადამიანების წარმოდგენაში იგი ხშირად მხოლოდ ზღვის ღმერთად ჩნდება, ტალღების, ქარიშხლებისა და გემების მბრძანებლად. მაგრამ სინამდვილეში მისი სახე ბევრად უფრო ღრმა და რთულია. პოსეიდონი არ არის უბრალოდ წყლის სტიქიის პატრონი. იგი არის ძალა, რომელიც გამოხატავს ბუნების უზარმაზარ, უკონტროლო ენერგიას, იმ მოძრაობას, რომელსაც ადამიანი ვერ აჩერებს და მხოლოდ დროებით თუ მოერევა. მის სახეში ერთიანდება ზღვის სიღრმე, ქარიშხალის მძვინვარება, მიწის რყევა და ის პირველყოფილი ძალა, რომელიც ცივილიზაციის მიღმაც არსებობდა და მის შემდეგაც იარსებებს. ძველი ბერძნული მითების მიხედვით პოსეიდონი კრონოსისა და რეას შვილი იყო, ზევსისა და ჰადესის ძმა. მას შემდეგ, რაც ტიტანთა ძველი მბრძანებლობა დასრულდა და ახალი თაობის ღმერთებმა სამყარო დაიმორჩილეს, სამყარო სამ დიდ სფეროდ გაიყო. ზევსმა მიიღო ცა, ჰადესმა ქვესკნელი, ხოლო პოსეიდონს ერგო ზღვა. ერთი შეხედვით ეს შეიძლება მხოლოდ სივრცის განაწილებად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში აქ უკვე ჩანს მისი ბუნების არსი. ზღვა ბერძნებისთვის მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ ყოფილა, იგი იყო საფრთხე, უცხო სამყარო. ამიტომ პოსეიდონის სფერო გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე უბრალოდ წყლის ზედაპირი. ბერძნული წარმოდგენით ზღვა ერთდროულად კვებავდა და ანადგურებდა. იგი აძლევდა ხალხებს შესაძლებლობას შორეულ მიწებამდე მიეღწიათ. ვაჭრობა განევითარებინათ, კუნძულები დაეკავშირებინათ და სიმდიდრე მოეპოვებინათ. მაგრამ ამავე დროს იგივე ზღვა წამებში სპობდა ხომალდებს, თანთქავდა მეზღვაურებს და ცხადყოფდა, რომ ბუნების წინაშე ადამიანი მყიფე არსებაა. სწორედ ამიტომ პოსეიდონი იყო არა მხოლოდ მფარველი, არამედ მუდმივი საფრთხის სიმბოლოც. მისი ძალა არასოდეს იყო სრულად კეთილი ან სრულად მტრული. იგი ჰგავდა თავად ზღვას, ხან მშვიდს, ხან გულუხს, ხან კი სასტიკსა და დაუნდობელს. პოსეიდონის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო მისი სამკაპი იყო. იარაღი, რომელიც არა მხოლოდ ძალაუფლების ნიშანი, არამედ სტიქიის მართვის გამომხატველიც გახლდათ. მითებში პოსეიდონის სამკაპის ერთი დარტყმით აღძრავდა ტალღებს, აჩენდა ქარიშხალს, ამსხვრევდა კლდეებს და ზოგჯერ თავად მიწასაც არყევდა. ამიტომ იგი ბერძნულ ტრადიციაში მხოლოდ ზღვის ღმერთი არ იყო. მას დედამიწის შემყრებელსაც უწოდებდნენ. ეს სახელწოდება პირდაპირ აჩვენებს, რომ მისი ძალა ზედაპირზე არ მთავრდებოდა. იგი დაკავშირებული იყო მიწისქვეშა რყევებთანაც, ბუნების იმ უეცარ მოძრაობასთან, რომელიც ადამიანს ახსენებს, რამდენად არამყარია მისი ნაგები სამყარო. სწორედ ეს კავშირი მიწისძვრებთან პოსეიდონის სახეს კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის. ერთი მხრივ იგი ზღვის ღმერთია, მეორე მხრივ კი მიწის რყევას იწვევს. ეს ორმაგი ბუნება შემთხვევითი არ არის. ბერძნების სამყაროს ძალებს ერთმანეთისგან ბოლომდე გამიჯნულად არ აღიქვამდნენ. მათთვის დიდი ღვთაება მხოლოდ ერთი პატარა მოვლენის პატრონი არ იყო. პოსეიდონი გამოხატავდა სტიქიის მასშტაბურობას, იმ პირველყოფილ ენერგიას, რომელიც წყალშიც ვლინდება და ქანების სიღრმეშიც. ამიტომ მისი ძალა არ არის მხოლოდ ზედაპირული მოძრაობა, იგი მოდის სამყაროს ფუნდამენტიდან. პოსეიდონის ხასიათშიც აშკარად იგრძნობა ეს დაუმორჩილებელი ბუნება. სხვა ღმერთებთან შედარებით იგი ხშირად იმპულსური, მრისხანე და შეურიგებელია. თუ ზევსი ზეციური სუვერენია, რომელიც ძალაუფლებას საერთო წესრიგის დონიდან ამტკიცებს, პოსეიდონი უფრო უშუალო და სტიქიური ფიგურაა. მისი რისხვა სწრაფია, მისი პასუხი ძლიერი, მისი განწყობა კი ხშირად გაუთვალისწინებელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ ბნელი დესტრუქციის ღმერთია. პირიქით, მის ხატში გამოხატულია ბუნების ის ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც სიცოცხლე ყოველთვის უსაფრთხო და დამშვიდებული არ არის. არსებობა მოითხოვს გამკლავებას, გამბედაობას და იმ ძალის აღიარებას, რომელიც ადამიანის კონტროლს აღემატება. ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი პოსეიდონს უკავშირდება ათენის მფარველობისთვის ბრძოლაში. გადმოცემის მიხედვით მან ათენის ქალაქზე მეუფეობა ათენასთან ერთად მოითხოვა. ღმერთებმა დაადგინეს, რომ ქალაქს ის ღვთაება მიიღებდა, ვინც ადამიანებს უფრო ძვირფას საჩუქარს მისცემდა. პოსეიდონმა სამკაპი დაჰკრა მიწას და ამოასხა წყარო. ზოგ ვერსიაში ეს წყარო მარილიანი იყო, ზოგში კი ცხენი წარმოშვა, ძალისა და სისწრაფის სიმბოლო.
ათენამ კი ზეთის ხილის ხეაჩუქა, რომელიც მშვიდობის, სიბრძნის, სარგებლიანობისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის ნიშნად ჩაითვალა. ქალაქმა ათენა აირჩია. ამ ეპიზოდში პოსეიდონის ბუნება ძალიან მკაფიოდ ჩანს. მისი საჩუქარი სტამბეჭდავია, ძლიერია, დრამატულია, მაგრამ ნაკლებად სტაბილური. იგი გამოხატავს ენერგიას და ძალას, თუმცა არა იმ გამძლე წესრიგს, რომელზეც ქალაქური ცხოვრება უნდა აშენდეს. ეს ამბავი არ ამცირებს პოსეიდონს, პირიქით, უფრო ზუსტად აჩვენებს მის ადგილს ბერძნულ წარმოდგენაში. იგი არ არის მშვიდი ცივილიზაციის ღმერთი, მისი სივრცე უფრო ფართო, უფრო ველური და უფრო ძველია. პოსეიდონი ქალაქის კედლებში ბოლომდე ვერ ეტევა, რადგან მისი ნამდვილი სამეფო ღია სივრცეა. ზღვის უსაზღვრო ჰორიზონტი, სანაპიროს მტრევადი ზოლი, კლდეებზე დამსხვრეული ტალღა, ჰაერი, რომელიც წამებში ქარიშხლად გადაიქცევა. ამიტომაც იგი ბევრად უფრო ახლოს დგას თავგადასავალთან, რისკთან და სამყაროს იმ მხარესთან, სადაც ადამიანი საკუთარ ძალას ზის. მისი როლი განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს ოდისევსის ამბავშიც. ჰომეროსის ეპოსში პოსეიდონი ხდება ის ძალა, რომელიც გმირის გზას ამძიმებს და ახანგრძლივებს. ოდისევსმა დააბრმავა პოლიფემოსი, ციკლოპი, რომელიც პოსეიდონის შვილი იყო და სწორედ ამის შემდეგ იქცა ზღვა მისთვის მუდმივ წინააღმდეგობად. ტალღები, ქარიშხლები, გზის გადახვევა, დაგვიანება და ხეტიალი, მხოლოდ ფიზიკური დაბრკოლებები არ არის. ეს ყველაფერი პოსეიდონის მრისხანების გამოვლინება. აქ იგი უკვე მხოლოდ ბუნებრივი სტიქია აღარ არის, იგი იქცევა ღვთაებრივ ძალად, რომელიც გმირს ახსენებს, რომ ადამიანური მოხერხებულობა ყოველთვის საკმარისი არ არის. არსებობს სფერო, სადაც გამბედაობასთან ერთად თავდამბლობაც არის საჭირო. ამავე დროს პოსეიდონი ბერძნებისთვის მხოლოდ შიშის წყარო არ ყოფილა. ზღვისპირა ხალხისთვის იგი აუცილებელი ღვთაებაც იყო. მეზღვაურები მას მსხვერპლს ფწირავდნენ, ლოცულობდნენ მშვიდი მგზავრობისთვის, უსაფრთხო ნავსადგურისთვის და ნაყოფიერი თევზჭერისთვის. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან გვიჩვენებს, რომ ადამიანი პოსეიდონს არ მიმართავდა როგორც უბრალოდ კეთილ მფარველს. იგი მიმართავდა მას როგორც ძალას, რომლის კეთილგანწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოსეიდონის კულტში იგრძნობა პატივისცემა, რომელსაც შიში ახლავს თან. ეს არ არის მხოლოდ სიყვარული, ეს არის აღიარება იმისა, რომ ადამიანი ბუნების დიდ ენერგიებთან თანასწორი ვერასოდეს იქნება. პოსეიდონის სახეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შრე ცხენებთან კავშირში იჩენს თავს. ბერძნულ ტრადიციაში იგი ზოგჯერ ცხენის შემოქმედადაც ითვლება. ეს კავშირი შემთხვევითი არ არის. ცხენის ძალის, სისწრაფის, მოძრაობისა და თავშეუკავებელი ენერგიის სიმბოლოა. ამგვარად, ზღვის ღმერთი იმავე დროს ხმელეთის სწრაფი ძალის მფარველადაც გვევლინება. აქაც კვლავ ჩანს მისი ბუნების არსი. პოსეიდონი არის მოძრაობა, ბიძგი, იმპულსი, მოზღვავება. იგი არის ენერგია, რომელიც ან მიაქანებს სამყაროს წინ, ან ანგრევს იმას, რაც მის გზაზე დგას. თუ ჰადესი დუმილისა და საბოლოო საზღვრის ღმერთია, პოსეიდონი მოძრაობისა და ძალის ღმერთია. მისი სამყარო არ არის ჩუმი. იგი სავსეა ხმაურით, ტალღების გრიალით, ქარების წივილით, გემის ხის ჭრიალით, კლდეზე მიჯახებული წყლის მეხის მაგვარი ხმოვანებით. მაგრამ ამ ხმაურში უბრალო ქაოსი არ არის. პოსეიდონის სტიქიაც თავის კანონებს ემორჩილება. ზღვა თვითნებური კი ჩანს, მაგრამ მას აქვს საკუთარი რიტმი, სიღრმე, მოქცევა და უკუქცევა. ამიტომ პოსეიდონის ძალა არ ნიშნავს უმიზნო განადგურებას. იგი გამოხატავს იმ სამყაროს, სადაც წესრიგი ადამიანის სურვილებით არ განისაზღვრება. სწორედ ამიტომ პოსეიდონი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურაა. იგი ადამიანს ახსენებს, რომ სამყარო მხოლოდ ქალაქების, ტაძრებისა და კანონებისგან არ შედგება. მის მიღმა არსებობს უზარმაზარი სივრცე, რომელიც არავის ეკუთვნის ბოლომდე, სადაც გამარჯვება ყოველთვის დროებითია და სადაც ერთი შეცდომა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. პოსეიდონი არის ამ სივრცის სუვერენი, არა როგორც მშვიდი მმართველი, არამედ როგორც ძალა, რომელიც მუდმივად ამოწმებს ადამიანს. ამ მიზეზით მისი სახე საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა მნიშვნელობას. იგი არ იყო მხოლოდ მეზღვაურთა ღმერთი და არც მხოლოდ ქარიშხლის გამომგზავნი. იგი იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ ბუნება არასოდეს ემორჩილება ადამიანს სრულად. შეიძლება ადამიანმა ააგოს ხომალდი, შეისწავლოს ქარები, დახაზოს რუკები და მოიპოვოს გამოცდილება, მაგრამ ზღვა მაინც რჩება ადგილად, სადაც საბოლოო სიტყვა ხშირად სხვა ძალას ეკუთვნის. პოსეიდონი სწორედ ამ ჭეშმარიტების ღვთაებრივი სახეა. ტელერადიო კომპანია Georgian Times
გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. მონტაჟისა და ხმის რეჟისორი გაგა გოგოჭური. სცენარების ავტორები გაგა გოგოჭური, მირზა ცხოიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.